ჩავლე. აი რა უნდა გაკეთდეს ჩემი ქვიდან. ესაა ზმო ცხოვრების აპოგეა. აპოგეა? ხო. ასეთ ბიჭებს ხატავს პიკასო. ხოიცი? ამ ბიჭს გავაკეთებ. როგორიცაა? ქუთაისში პიკასოს ბიჭი მერაბ ქაჯაიამ გააკეთა. ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკება თეთრ ხიდზე იმ ადგილას დგას, საიდანაც როგორც ფილმშია პიკასოს ბიჭი წყალში გადახტა. ძეგლი 2006 წლის სექტემბერში ზუსტად 3 წლის წინ გაიხსნა და უკვე იქცა ისტორიული უბნის განუყოფელ ნაწილად. ეს არის ადგილი, სადაც ქუთაისლები და ქალაქის სტუმრების სურათებს იღებენ და თეთრი ქვების სილამაზით ტკბებიან. ეს არის ის ერთ-ერთი ფიგურა იმ ჩემი პროექტიდან, რომელიც ეძღვნება ჩემი ქალაქის ისტორიას. აი ისტორიიდან გამომდინარე, მინდა რომ ქალაქის ყველა ისტორიულ ქუჩებში, თუნდაც აი ცენტრში ძირითადად იყოს ის კოლორიტული პიროვნებები და ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქალაქის ისტორიას ქმნიან და ერთ-ერთი არის ეს პიკასოს ძეგლის პროექტი. აქ სამივე ფიგურა უნდა ყოფილიყო. ეს არის ფილმის უგდოება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხიდის უგდოება, ყველა მიცით ამ ხიდის შესახებ, მეორე ფილმის უგდოება, არაჩვეულებრივი გამოფენა ეს ყველა კარგად იცით და რა თქმა უნდა იმ სახეობების დოდოაბაშიძისა და როდქიასი, რომელიც ამ ფილმში მონაწილეობენ. ანუ ეს სამივე ფიგურა უნდა ყოფილიყო. ერთად და აქედან გამომდინარე იდეას წარმოიშვა. თეთრი ხიდიც ქუთაისის განუყოფელი ნაწილია. მისი ისტორია 1851 წლიდან იწყება. ქვის საყრდენებზე გადებულ ხის თაღოვან კონსტრუქციას ხის მოაჯირი და სავალი ნაწილი ჰქონდა. თუმცა სახელი, რომლითაც ახლა ამ ხიდს ყველა იცნობს, სათავეს 1872 წლიდან იღებს, როცა მოაჯირები თეთრად შეღებეს. მანამდე კი მას რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის სახელი ეწოდებოდა. განძველი ისტორია აქვს ამ ხიდს, ამითი არის ღირსშესანიშნავი ჩემთვის, რა თქმა უნდა, ალბათ ყველა ქუთაისელისათვის და რა თქმა უნდა, ესეთი ძველი სახე უნდა შეინარჩუნოს. მე ასე მიმაჩნია, რა თქმა უნდა, როდესაც შეკეთა გალამაზდა ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია და აი დაბზარული კედლების ყურება ყოველთვის ცუდი არის მისთვის. შეიძლება იქ რაღაცეები, დეტალები თანამედროვე დიზაინში შევასწოროთ, აი თუნდაც შუქურები, მაგრამ ის ძველი ფორმა შენარჩუნებულია და აი ყოველთვის მივესალმები, იმიტომ რომ მე ქუთაისი ამ ხეთის გარეშე რაღაცნაირად თავისი ისტორიიდან გამომდინარე სიძველით ვეწარმომიდგენია. თეთრი ხიდი და ქვები არაერთხელ გამხდარა პოეტთა შთაგონების წყარო. ეს ადგილი ქუთაისის სავიზიტო ბარათი და ისტორიაა.